გილოცავთ ახალ წელს ჩემპაყურებლებო, ახალი წევრებო, გისურვებთ ყველაფერს კარგს, სიკეთეს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, გამარჯვებას. დღეს გავაკეთებ გაშლას, რას მომიტანს 2025 წელი. თქვენ კი მანამდე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი. გააქტიუროთ ზარისხილაკი, რომ არ გამოტოვოთ სიახლეები. პირველი ვარიანტისთვის მეორე ვარიანტისთვის და მესამე ვარიანტისთვის. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ მაქვს სრული სასასრულებელი, აი ესეთი საოცარი ბეჭდები და სრული სასასრულებელი, აი ესეთი ულამაზესი სამაჯურები. რაოდენობა შეუზღუდავი არ არის, შეზღუდულია, ცხადია ზომები, ბეჭდები ზომების მიხედვით არის და ესეც შეზღუდულია და ვისაც სურს იჩქაროს. ამასობაში მედია გააკეთეთ თქვენ არჩევანი და ვნახოთ, რას მოგიტანთ ეს წელიწადი მნიშვნელოვანს. გარდა ამისა, მე მინდა ოშოძე ტაროდან გავაკეთო დამატებითი საკითხი, რას უნდა მივაქციო ყურადღება. რას უნდა მივაქციო ყურადღება 2025 წელს. ალბათ ჩემი ბავშვების ხმაური შემოდის, მაგრამ რას ვიზამთ, მაშინ სულ არ უნდა ვიმუშაო, ძალიან ცელქები მყვანან. პირველი ვარიანტისთვის, მეორე ვარიანტისთვის და მესამე ვარიანტისთვის. ვაშასე დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ვინც ჩაიფიქრა პირველი ვარიანტი, ძალიან კარგი შემოსავალი გექნებათ, შემოსავლის მხრივ, ბარაქის მხრივ, გაიზრდება თქვენი წინსვლა, თქვენი შანსები. ძალიან კარგია ეს და გამოიყენეთ ეს შანსები. ასევე იმატებს თქვენს ცხოვრებაში საჩუქრები, მატერიალური საჩუქრები. წამოვა და წამოვა, მაგრამ კრიზისულს ვხედავ თქვენს სულიერ მდგომარეობას, თქვენს შინაგან მდგომარეობას და თქვენს პირად ცხოვრებას. ამასთან დაკავშირებით მე თქვენს ადგილას გადავაკეთებდი ცალკე კონსულტაცია, ეს ენერგო რა მდგომარეობაშია თქვენი ენერგეტიკა, იმიტომ რომ აქ ვხედავ შეკრულობას, ჩაკრულობას. ეს შეიძლება იყოს მაგიური ჩარევა, ჩაკრების ჩაკეტვა, ან ემოციურად ბლოკები და ან კარმული ბლოკები მოგრდეს საჯარო გაშლა და მე ვერ დავსვამ დიაგნოზს რატო არის, მაგრამ აშკარად ჩაკეტილი არის, მიზეზს ვერ გეტყვით ახლა საჯარო გაშლაში. ეს პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ინტიმურ სფეროს რაც შეეხება, მაგრამ რაცაც ვამბობ მატერიალური სამყარო, აბსოლუტურად გაშლილია. გახსნელია და თქვენ ნახავთ, როგორ ასე ვთქვათ, ფუფუნებაში იქნებით და წარმატებული იქნებით ამ მხრივ. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? ყურადღება მიაქციეთ. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? ამოვიდა ბრძოლა და იბრძოლეთ საკუთარი ბედნიერებისთვის, იბრძოლეთ პირადი ბედნიერებისთვის, მაგრამ ეს ბრძოლა უნდა იყოს არა ვინმე კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ, არამედ თქვენი შიშების, თქვენი კომპლექსების, თქვენი ჩაკეტვის მიზეზის, ხო, თქვენი ნეგატიური ენერგეტიკის წინააღმდეგ. აქ ვერ ვხედავ ვინმე მტერს, ვინმე პიროვნებას. არა, ეს არის ბრძოლა თქვენს თავთან, თქვენს ნეგატივთან, თქვენს ასე ვთქვათ, დაზიანებულ ჩაკრებთან შეიძლება ითქვას, თქვენს კომპლექსებთან, თქვენს შიშებთან და თქვენს ბავშვობის ტრავმებთან. აი ესეთი რაღაც ამოდის. ნახოთ ახლა მეორე ვარიანტი ვინც აირჩია.
მეორე ვარიანტი ვინც აირჩია, აქ ვხედავ, რომ მნიშვნელოვანი იქნება და წინ წამოწეული იქნება ურთიერთობების კეთილდღეობა. ეს იქნება ძალიან დამთვარი ოჯახური გარემო, სანათესაო, სამეგობრო, სამსახურის წრე თუ სასწავლებლის წრე, მოკლედ ის სივრცე, სადაც თქვენ ტრიალებთ, იქნება ძალიან რაღაცნაირი შეკრული, მეგობრული, ერთიანი, საზეიმო. აი იგრძნობთ, რომ ყველას ყველა უყვარს, ყველას ყველა უნდა, ყველას ყველა სჭირდება, ყველასი ესმის, ურთიერთგაგება, ჰარმონია. აი ამას იგრძნობთ ძალიან, რომ დათბება თქვენს გარშემო, თქვენს ირგვლივ ადამიანური ურთიერთობები, სოციალური ურთიერთობები და თქვენ აქედან გამომდინარე გექნებათ რაღაც პერსპექტივები. თქვენი ენერგიაც, სადაც აღიქვავს სამყარო და ადამიანები ძალიან თბილად, წარმატებულად, პერსპექტიულად და ძალიან ბევრ რაღაცაში გაგეხსნებათ გზა, ასე ვთქვათ, როდესაც ადამიანები გიღებენ დადებითად სასიამოვნოდ, ხო, ჰარმონიულად ცხადია გიღებენ ისინი და ეს მიმღებლობა იხსნება თქვენთან დაკავშირებით. ეს იქნება ამ წლის მთავარი ხაზი, აი ეს უსასრულოდ თქვენი რაღაც ისეთ შინაგანი ჰარმონიული მდგომარეობა და ის რომ თქვენს ირგვლივ ადამიანები არიან ძალიან კარგად, კეთილგანწყობილები, ჰარმონიულები, ხიარულები, პოზიტიურები. შვენიერია. ნახოთ აბა რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ამოვიდა ნდობა და სამყარო გეუბნებათ, რომ ენდეთ ამ ადამიანებს, გამოუცხადეთ ნდობა ადამიანებს, ახალ დღეს, სოციუმს, ღმერთს, სამყაროს, ქვეყანას, ნდობაში შედით, ენდეთ, როგორც ჩანს, ეს გჭირდებათ, ეს გამოცდილება გჭირდებათ და ამას გაძლევთ თქვენ სამყარო. ნახოთ ახლა მესამე ვარიანტი, რა ხდება მესამე ვარიანტში. მესამე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა, ძალიან საინტერესო პასუხი არის და რატო? აქ სამყარო მთელ პასუხისმგებლობას თქვენგან იჭებს და გეუბნებათ, რომ მიყევითო თქვენს ინტუიციასო, თქვენ შინაგან ხმასო და განსაკუთრებით აინახე გამოაღვიძეთო თქვენში არსებული ყვავილიო, თქვენ სულში არსებული ყვავილიო. თქვენი ნიჭი გამოაცოცხლეთო, თქვენი შეგრძნებები გამოაცოცხლეთო და სურვილებია და ამისთვის ჩადეთ მაქსიმუმიო და თქვენ რაღაც ძალიან დიდ წარმატებას და აღიარებას მიაღწევთ. აი ამიტომ თქვი რომ საინტერესოა თქო. ძალიან გაიზრდება თქვენი აღიარება. არ ვიცი ვინ აირჩია ეს ვარიანტი, მაგრამ მე გეტყვით რომ თქვენ თუ ამას გააკეთებთ, არ დაიზარებთ, არ დაიშურებთ და ენერგიას ჩადებთ თქვენს შემოქმედებითობაში, მოდი ესე ვიტყვი, თქვენს ნიჭში, თქვენს ინტუიციას მიყვებით. რას ნიშნავს ინტუიციას მიყოლა? ეს არის ის, რომ აი შეიძლება ყველა მკითხას, რომ რაღაცა არ გამოვა, ეს შეუძლებელია, ეს ფანტასტიკის სფეროა, ოცნებობს, რაღაცა არარეალურია, მაგრამ თქვენ გჯერათ, რომ ეს ასია და მიყვებით. თქოს აი ეს არის ზუსტად ინტუიციას მიყოლა და მიყევით, რომ რაღაც თქვენი გზა არის განსხვავებულიო და მე მინდოდა ეს მეთქვა, რომ აი ვინც არის თქვენს გარშემო, ყბა ჩამოუვარდებათ. ისეთ აღიარებას მიაღწევთ და მოუწევთ ტაში დაგიკრან, მათ შორის თქვენს მოშურნეებსაც და მტრებსაც, აი მოუწევთ, რომ ტაში დაგიკრათ და გაღიაროთ. აი ესეთი არის მესამე ვარიანტი და ნახოთ რჩება. არაჩვეულებრივი, როგორი ზუსტია, აი არ ვიცი, ყველა ჯერზე მაუწევს social ზენტარო, ამოვიდა თავგადასავალი, ამოვიდა ბავშვობა. აი ზუსტად ბავშვი არის ჩემო ძვირფასო მაყურებლებო შემოქმედებითი ნატურა, ფანტაზიის წყარო. ხო, ბავშვს რო ფანტაზია აქვს, არ ვიცი, არავინ არ შეედაროს და არავინ არ შეეჯიბროს. ხო, აი ეს გახსენით, ეს ფერადი ბავშვური სამყარო გახსენით და ბავშვური რწმენით, ბავშვის რწმენა არის ყველაზე დიდი, ბავშვს რო სწავს, ბავშვს რო შეჯერა და ბავშვს რო უყვარს,
არ ვიცი, საოცრება ეს გამოაღვიძეთ თქვენში. აი როგორ დავიწყე მე, გამოაღვიძეთ თქვენში არსებული ყვავილი. აი ეს ყვავილი ეს ბავშვი გააღვიძეთ და რაღაცა შემოქმედებითი ნატურა უნდა იყოთ, ვინც მესამე ვარიანტი აერჩიეთ და გაყევით ამ გზას. აი ეს ბავშვი როგორც მიდის, ხო, არ ფიქრობს ლოგიკურად, რა იქნება, რა მოხდება, უნდა და მიდის, ხო, სურს და აკეთებს. ხვდებით რას ვამბობ, წინაღობებზე არ ფიქრობს. უბრალოდ მიდის თავისი ლამაზი ოცნებებისკენ და ზღაპრული სამყაროსკენ ისე წადით, გადადით და ნახეთ თქვენ რამხელა აღიარებას მიაღწევთ. ძალიან გამიხარდება თუ უკუ კავშირს მომცემთ, ვისთან როგორ რეზონინდა და იცი და ისევ გისურვებთ, რომ იყოს პირველ რიგში გამარჯვების წელიწადი, ერთიანობის წელიწადი, სიყვარულის წელიწადი, ჯანმრთელობის, ბარაქის და დიდი დღესასწაულის ზემის წელიწადი. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე დიდი სიყვარულით.